ლევან პატეიშვილმა შემომთავაზა სანამ ესე იგი ესენი ახალი დაჭერილი არიან ჩემი მეუღლე და ესა დაახლოებით ერთი კვირის რომ აი ადეიშვილმა და სააკაშვილმა შემოგითვალა რომ 20 მილიონს თუ გადაიხდიო მაშინო დავხურავ თუ ამ საქმეს და ყველაო ჩვენი გზითო წავალთო დოლარი პატეიშვილის პირით შემოგითვალთ რომელიც იყო სააკაშვილის ძმის იურისტის და მეგობარიც ძალით შემოყვანილი ბანკში დიახ ამის შემდეგ უარი მიიღეს ჩემგან და უთხარი რომ თქვენ ყველა ანგარიშები არ ვიცი როგორ მოახერხეთ ეს სადაც კი რამე ქონება მქონდა თანხა მქონდა აი ბარათებიც კი სახშირად ბარათები მქონდა საკრედიტო ბარათები ისინიც კი ამოიღეს ასე რომ აი ელემენტალური აი ფულით არ დაგვრჩენილა სახში ახლა ბანკი როცა გაქვს ადამიანს სახში რატო დადებ ფულს თქვათ ხო თუ გაქვს ხო და ესა ჩემი რო შემოვარდნენ ეს პირველ რიგში სეიფს ეძებდნენ და ასჯერ უთხრა ჩემ მეუღლემ რას ეძებდო მითხარი და იქნებ მე თვითონ მოგწედო არაო ჩვენო სეიფს მეძებდო სადმე კედელში გექნება ეს სეიფიო ნუ რო ვერ იპოვეს მერე გაჩერდე მოკლედ მეორე ჯერზე მირეკავს და მეუნება ესე რაღაცა ცინიკურათაც რომ აიო ადეიშვილმაო შემოგითვალაო საერთოდ გაბრაზებულიაო თქვენზეო და შემოგითვალაო რომ აი 10 მილიონიო მოიტანეო დოლარიო და ამ საქმესო შევწყვიტა პატეიშვილი ამბობს ისევ პატეიშვილს ლევან პატეიშვილი სხვათა შორის ქართული ოცნების დროს ის თაღლითობით მუხლით დააკავეს მე რაღაცაზე არ ვიცი